ეხლა ვასილ მჟავანაძე ვინ იყო საქართველოსთვის, ყველამ კარგად იცით. თუ რამე არსებობს საქართველოში ჰესიდან დაწყებული, მეტროთი დამთავრებული შენობებით, ქალაქებით, თუ ყველაფერი ხიდებით, თუ რა ყველაფერი ვასილ მჟავანაძეს უკავშირდება. და თუ კიდევ არსებობს ჩვენ და გადასახლებული არა ვართ ხრუშოვის მიერ და რო გადავრჩით, ესეც ვასილ მჟავანაძის არის დამსახურება. თუშეთი რო საქართველოს შემადგენლობაშია და კიდევ უამრავი ტერიტორია. და მე ხა ვასილ მჟავანაძეზე არ მინდა საუბარი, ბევრჯერ მაქვს ნასაუბრი მასზე, მინდა ვისაუბრო მის შვილზე, ქალბატონ ნინოზე. ქალბატონ ნინო მჟავანაძე არის მეგობრებო წმინდა ნინოს ექიმთა საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელიც დაარსა მან 2008 წელს. და ესე იგი მინდა გითხრათ რომ აი ეს საზოგადოება ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს, გასვლით ტურებს სხვადასხვა რეგიონებში. ეს არის გადიან მონასტრებში, ბერ-მონაზვნებში, უტარდებათ გამოკვლევა ბერ-მონაზვნებს და ეს არის ექიმების ჯგუფი წელიწადში 2-3 გადის ეპარქიებში, უტარდებათ გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან კვალიფიციური ექიმები მონაწილეობენ ამ ყველაფერში. 68 მონასტერში იყვნენ აი ეს ექიმების ჯგუფები და ესე იგი კარგად მოგეხსენებათ როგორი რთულია დღეს აი მედიცინის კუთხით. ვიღაცას გონია რომ აი მონაზვნებს და აი ამ სასულიერო პირებს რაღაც დიდი დაფინანსებები აქვს და ისინი უბრალოდ მოკვდავები არიან და ჭირდებათ სამედიცინო დახმარება და ამიტომ ყოველთვის განიცდიან აი ამ კუთხით პრობლემებს და ამიტომ აი ამ წმინდა ნინოს საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონ ნინო, აი ესეთი ორგანიზებულად ყოველთვის ეხმარება და მე მსიამოვნებს ეს და მინდა მადლობა უთხრა ქალბატონ ნინოს. ის არის ეხლა პრინციპში რა გასაკვირია რომ ასეთი სახელოვანი მამის შვილი რომ აი ამ ტრადიციებს აგრძელებდეს და იყოს აი ამ ყველაფრის ავანგარდში. ეს სავსებით ბუნებრივია და ესეც იქნებოდა და ეხლა ხანს აი კიდევ იყვნენ ისინი ჩასულები, მინდა აი წარმოგიდგინოთ ძალიან ამაღელვებული სურათი არის დედაოები როგორ გალობენ. ერთ-ერთი აი ესეთი გასვლითი შეხვედრა მოეწყო, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურეობა და გაეწიათ სხვადასხვა სამედიცინო კუთხით დახმარება აღმოეჩინათ. აი ამ ჯგუფს, ექიმების ჯგუფს არანაირი დაფინანსება არც თავრობიდან, არც ბიზნესიდან არ აქვს, თვითონ კრიბავენ ფულს ეს ექიმები, ეს წმინდა ნინოს საზოგადოება და მიდის და აი ეხლა ხედავთ თქვენ როგორ თვალი იქნება, ყური იქნება, სხვადასხვა ასევე ეს გამოკვლევები იქნება, როგორ შეიძლება ჩვენს მონაზვნებს ჩვენ ბერ-მონაზვნებს აი უტარდებათ აი ერთ-ერთი ესეთი გასვლითი შეხვედრა და ეს უტარდება სისტემატურად და მე მადლობა მინდა უთხრა და აი ეხლა აი ესეთ რაღაცეებზე უნდა გაკეთდეს წესით სიუჟეტები, გადაცემები და არა ბოდიში და 9-ჯერ და 10-ჯერ გათხოვილ ქალებზე. იმიტომ რომ ქვეყანას უნდა დღეს თუ აი ჩვენ რო ლაპარაკობთ, დღეს თუ ჩვენი ქვეყანა საერთოდ დგას, ეს დგას სწორედ აი ჩვენი წმინდანების, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ბერ-მონაზვნების ლოცვებზე დგას. და ეს უნდა გავიგოთ და გავითავისოთ თითოეულ ჩვენთაგანმა და სხვათა შორის დღეს არის ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღე. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. ეხლა ერთი ჟურნალისტი ვით მომივიდა ეს ბოლოს გავაკეთე ეს მილოცვა, მაგრამ მინდა მოგილოცოთ ეს დღე და ჩვენ რატომღაც დავით გარეჯი დაგვავიწყდა სხვათა შორის ამ ხელისუფლებამ არჩევნები ერთ-ერთი მოიგო სწორედ ამ გარეჯის თემით. და ეს გარეჯი არავის აღარ ახსოვს ამ ქვეყნად საერთოდ.
მე არ ვიცი რამე გადაიჭრა პრობლემა ჩვენ რო ბრძოლობდის გაგვაჩერეს და გვითხრეს ხო ჩვენ გაგვაჩერეს თქვენო ხელს გვიშლითო და ესაო გაჩერდითო 4 წელი გავიდა იმის მერე და კლავად ჩვენ სასულიერო პირებს აკრძალული აქვს იქ გარეჩი ასვლა და იმაზე მომლოცველებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. დღეს საქართველოს დგას სწორედ იმ 6000 გარეჯელზე, რომლებიც სარწმუნოებისთვის ეწავა. დღეს საქართველოს დგას იმ 100000 მოწამეზე, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწავა. აი ზოგჯერ რო დავსვამთ კითხვა, კაცო, ამდენი მოღალატე, ამდენი გამყიდველი, ამდენი ვერაგი, რომ არის ჩვენ ისტორიაში როგორ მოვედით აქამდე? აი ამ წმინდანების ხარჯზე მოვედით. აი ამ წმინდანების ხარჯზე მოვედით და აი ამ მადლობა რომ ამ გზას აგზელებენ ჩვენი დღევანდელი აი ეს ბერმონაზდები ჩვენი ეკლესია რომლებსაც უტევენ ყველა მხრიდან მე მადლობას ვეუბნები ყველა მათგანს თითოეულ სასულიერო პირს გულში ვიკრავ სიყვარულით და მე თითოეული მათგანი მიყვარს და რატომღაც გამადიდებელი შუშებით უყურებენ მათ თითქოს ეს ადამიანები ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყვნენ უფლის გარდა ყველა არის ცოდვილი და ყველა შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ არ შეიძლება ეკლესიაზე შეტევები. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, რომ თქვენ საერთოდ არსებობთ. მე ნინო მჟავანაძეზე მაქვს ლაპარაკი, არის ეს ადამიანი მართლაც ღვთის, აი ადამიანი, რომელიც სიკეთის განსახიერებაა და მხოლოდ სიკეთეს აკეთებს და შეუძლებელია ვასილ მჟავანაძის შვილი რომ სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მე ბევრი ადამიანის შვილი ვიცი, რომელმაც სამწუხაროდ მამის გზა და მამის კვალი სხვა რამეზე გაცვალა. მე მადლობა ვეუბნები ქალბატონ ნინოს და აი ეს ასეთ ადამიანებზე უნდა გაკეთდეს გადაცემები. და კიდე სხვა ადამიანებზე. და მაშინ აი ეს მომავალი თაობა დაფიქრდება და ქუჩაში იმას უწმაწური სიტყვებით კი არ გამოვა, იფიქრებს რომ რაღაც სიკეთე აკეთოს. არ ვიცი, აი მე მგონი რომ აი ამ იდეოლოგიაზე უნდა აღვიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა. ჯავანაძე იყო დიდი ქართველი და ქართული საქმის კეთება იმ კომუნისტურ ეპოქაში შესაძლებელი იყო და ამით მან ვიჩვენა ჩვენ მაგალითი მოგცა, ჭეშმარიტი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი. ხო, ქართული საქმის კეთება მით უმეტეს შესაძლებელია დღეს. ნინო მჟავანაძეს მე მესამე მეოთხე კლასელი ვიყავი, აი იქიდან ვიცნობ, შესანიშნავი ადამიანი იყო და არის და როდესაც საქველმოქმედო ამბებს ხედავ, მახსენდება ჩვენი დიდი წინაპრის ნათქვამი, ჰოი დედანო მარად ნეტარნო კურთხევა თქვენ და კვილსახსოვარნო